გაინტერესებს, როგორ შეიძლება შექმნა ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან? ხშირად ფიქრობენ, რომ იდეალური ურთიერთობა თავის უნდა ჩამოყალიბდეს. მაგრამ სინამდვილეში ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულება გააზრებული არჩევანია. პირველი გულწრფელი კომუნიკაცია. მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუბარი. თუ რაიმე გაწუხებს, ნუ დაიტოვებ გულში. გაუაზრებლად დაგროვილი ნეგატივი ურთიერთობას აზიანებს, რადგან ის უარყოფითი ემოციების სახით სხვადასხვა სიტუაციაში ვლინდება. მნიშვნელოვანია გაიაზრო, რას და როგორ ეუბნები პარტნიორს. თუ საუბარი მხოლოდ დადანაშაულებას ემსგავსება, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ამიტომ ჯობია იპოვო ეკოლოგიური და პოზიტიური მიდგომა. მეორე, ერთმანეთის მიღება და პატივისცემა. ჰარმონია არ ნიშნავს, რომ პარტნიორი უნდა შეცვალო. ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ და ვაფასებთ ერთმანეთის უნიკალურობას. მესამე, ერთობლივი განვითარება. ძლიერი ურთიერთობა მაშინ ყალიბდება, როცა ორივე იზრდება, სწავლობს და ერთმანეთს მხარს უჭერს. იპოვეთ საერთო მიზნები, იმუშავეთ საკუთარ თავზე და გააძლიერეთ ემოციური კავშირი. ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა შენს ხელშია. მთავარია გქონდეს სურვილი, გაიზარდო, გაიაზრო და პატივისცე როგორც პარტნიორის გზას, ასევე საკუთარი განვითარების გზას. შენ რას ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში? დაწერე კომენტარებში და მოიწონე გვერდი.